მოგესალმებით ყველას, ეს რუბიტარო არხია, მე რუბი ვარ, დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება სურს დამიბრუნოს, რას მოიმოქმედებს. დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლა იქნება ერთპოზიციანი, ასარჩევი პოზიციები არ იქნება, თუ გიყვართ ასეთი გაშლები, უყურეთ ვიდეოს და ბოლომდე უყურეთ იმ შემთხვევაში, თუ რა თქმა უნდა თქვენზე რეზონირდება. ჩაწერილ ვიდეოებს უყურეთ ხოლმე, რადგან მაშინ იწყებს ინფორმაცია რეზონირებას, როდესაც მას უსმენთ და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვიდეო, როდის არის საიტზე განთავსებული. პირადი კონსულტაცია ვისაც გსურთ, მომწერეთ მესენჯერში, Facebook-ის ლინკი ყოველთვის არის მოთავსებული ვიდეოს აღწერაშიც და კომენტარების ველშიც. ახლა ჩაიფიქრეთ ის ადამიანი, ვისაც გინდათ რომ დღეს წარონ პასუხი მოგცეს და ვნახოთ რას გვეტყვის. სურს ამ პიროვნებას თქვენი დაბრუნება? ამ შემთხვევაში გამოგვიჩინა ამ პიროვნების შინაგანი ფსიქოლოგიური მდგომარეობა არკანებმა. საკმაოდ მძიმე ფონი არის, მინდა გითხრათ, საკმაოდ დეპრესიული ენერგია მოდის ახლა ამ პიროვნებისგან, შეიძლება მიდრეკილიც იყოს ეს ადამიანი, ყოველი დაბრკოლების შემდეგ დეპრესიისაკენ ჰქონდეს მიდრეკილება. უჭირდეს პრობლემების მოგვარება, პრობლემების გამკლავება, ხშირად ეძაბება ფსიქოლოგიურად დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ. შეიძლება ჰქონდეს ნეგატიური ფიქრები, შეიძლება ჰქონდეს ისეთი ფიქრები, რომ აღარ ჰქონდეს სიცოცხლის ხალისი, მიდრეკილი იყოს რაღაც უფრო დრამისკენ, პრობლემის გაორმაგებულად აღქმისკენ. ასევე შეიძლება აქ ჩავთვალოთ, რომ ესეთი სიტყვებიც ჰქონდეს ნათქვამი თქვენთან, რომ არაფერი აღარ ახალისებს, ცხოვრების ხალისი აღარ აქვს, შინაგანად მკვდარია და რაღაც სიკვდილისკენ შეიძლება ტოლვაც ჰქონდეს, აი რაღაცა ძალიან მძიმე ენერგიებში არის და შეიძლება ამას გრძნობთ კიდეც და ძალიან ხელავთ ამ ადამიანზე, იმიტომ რომ ხვდებით, რომ მისი მდგომარეობა საფრთხილო არის, ძალიან ფაქიზი არის და განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს. აქ თუ ახლა ნამდვილად იცით, რომ თქვენი მეორე ნახევარი პარტნიორი არის ძლიერი ადამიანი, რკინის ნერვები აქვს, ძალიან ჯანსაღი არის და ყველაფერი კარგად აქვს და აქეთ სხვა შეაგდებს ესეთ მდგომარეობაში, ეს გაშლა თქვენთვის არ არის. აქ არის ადამიანზე დღევანდელი გაშლა, რომელსაც აქვს საკმაოდ რთული ცხოვრება გამოვლილი, საკმაოდ ისეთი გამუდმებით შეიძლება ესეთ ადამიანების გარემოცვაში იყო, ვინც საკმაოდ ცუდად და არასამართლიანად ექცეოდნენ, საკმაოდ რაღაც მის მიღწევებს აუფასურებდნენ, აპატარავებდნენ. შეიძლება სულ ისეთი განცდა ჰქონდა ამ ადამიანს, რომ დიდად რაც არ უნდა გაეკეთებინა, სულ არასაკმარისი იყო ყველასთვის და არის რაღაც დალექილი ბავშვობის ტრავმები დღევანდელ ვითარებაში ძალიან უვლინდება და პლუს ამას აქვს ამ ადამიანს ისეთი განცდა, რომ რეალურად მასზე არავინ სრუნავს და არავის არ უყვარს. ძალიან რთულად იჯერებს ეს ადამიანი, რომ ვინმე შეიძლება ნამდვილად უყვარდეს. ვინმეს ნამდვილად ჰქონდეს იმის განზრახვა, რომ მასზე გულითადად და სუფთა გულით იზრუნონ. აქ რაღაც მომენტში იცით დღევანდელ ვითარებაში აი ზუსტად ეს ფიქრები ამოვიდა, დათრგუნული ემოციები ამოვიდა, სადაც ადამიანს საერთოდ დაბრუნების სურვილი და რაღაცის სურვილი კი არ აქვს. აი უბრალოდ აი ამ ვითარებას საერთოდ ვერ მკლავდება და ემოციურად არის ძალიან მძიმედ. შეიძლება ფიქრობდეს, რომ ამით მორჩა მისი ცხოვრება და არაფერი კარგი აღარ ელის წინ. თითოეული კამათი, თითოეული მძაფრი შეგრძნება, თითოეული შიში, რომ ეს ყველაფერი დამთავრდა და დაიკარგა თქვენ შორის არსებული გრძნობა, იქნება ეს თუ კომუნიკაცია, მას ძალიან ანგრევს. და აქვე არის 10 ხმალი, ზოგადად 10 ხმალი არის ისეთი განცდა, რომ პატარა ბედნიერებაც კი
ადამიანს აღარ აქვს შემორჩენილი გონებაში, სულ რაღაც ცუდი ეფიქრება, ძიმე სურათი წარმოუდგება. ვიცი ხა ეს ყველაფერი რასაც ვსაუბრობ არ არის კარგი მოსასმენი, არ არის მარტივი მოსასმენი, არ არის ესეთი როდესაც საყვარელ ადამიანზე ამ ინფორმაციას ისმენთ, ვიცი რომ თქვენც მძიმდებით, უბრალოდ აქ რატომ ავღწერ ამას ძალიან წვრილად, დაწვრილებით და მძაფრად, ხომ? იმიტომ რომ დაგანახოთ, რამდენად ყურადსაღებია და ყურადღება მისაქცევია ამ ადამიანის დღევანდელი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. თუ ნამდვილად იცით, რომ არის მიდრეკილი დეპრესიებისკენ, ალკოჰოლის მიღებისკენ, თუ არის მიდრეკილი იმისკენ, რომ ტელეფონი გადიშოს, დაიკარგოს რამდენიმე დღე და არავინ იცოდეს მის შესახებ. თუ ესეთი რაღაცების შენიშვნული გაქვთ, რომ ამ ადამიანს ფსიქოლოგიურად სირთულეების დამუშავება დამოუკიდებლად უჭირს, აი ამ შემთხვევაში მინდა რომ იცოდეთ, რომ დახმარება სჭირდება, ხომ? აი რაღაცა ფაქიზი მიდგომა და გამოსწორება სიტუაციის სჭირდება. აი ამიტომ საუბრობ ამას. მოდი ახლა კიდევ ვნახოთ. უნდა ამ ურთიერთობის დაბრუნება. იცით რა არის უნდა ამ პიროვნებას რომ გესაუბროთ და თქვენ ახლოს იყოთ, თქვენ რაღაც ემოციების გაზიარების სურვილები ამოსდის, კომუნიკაციის სურვილი ამოსდის, თითქოს შეიძლება ახლა ეს ყველაფერი თქვენმა ურთიერთობის ამ ეტაპმა მასში გამოიწვია ეს სირთულეები, მაგრამ ის ერთადერთი ადამიანი თქვენ ხართ, ვისთანაც საუბარი ამშვიდებს, აი თუნდაც იჩხუბებს ან რაღაც ემოციურად დაიცლება, ან თუნდაც რაღაც თავისათქმელს იტყვის და ეს ყველაფერი თითქოს თქვენთან საუბრები მას დაამშვიდებ და ახლა აი ჯერჯერობით ისეთი სიტუაცია არ არის, რომ იმედა დამიბრუნდეს და ამაზე რაღაც გეგმებს აწყობდეს, იმიტომ რომ პირველი ეტაპი აქვს გადასალახი, რომ ეს ემოციური, ასე ვთქვათ, პიკი დაუმშვიდდეს და ჩვეულებრივ დამშვიდებული გონებით რაღაც მოიფიქროს. კიდევ აქ რა შეიძლება ჩავთვალოთ? მოქმედებაში სხვათა შორის უმოქმედოდ არ დარჩება ეს ადამიანი მიუხედავად ამ ყველაფრისა, უბრალოდ მას სჭირდება დრო. მას სჭირდება ამ ემოციის რამენაირად დასტაბილურება, მას სჭირდება ამ ემოციის რამენაირად მართვა, მოტოყვა, სჭირდება კიდევ რამდენიმე პერიოდი და აუცილებლად მაინც საკონტაქტო მდგომარეობა შეიქმნება თქვენ შორის. იცით, შეიძლება აქ ახალი დაშორებულები ხართ, ან ახალი რაღაც სკანდალური ენერგიებით დაეჯახეთ ერთმანეთს და იკამათეთ, ან გაუახლდა ახლა ეს მოგონებები და თითქოს ახალი მომხდარი რაღაც ემოციები აქვს ისეთი, რომ ჯერ არ აქვს დამუშავებული ამ ადამიანს, შინაგანად ეს ყველაფერი. მარტო ამის გადალახვა ძალიან გაუჭირდება. მე ვფიქრობ, აქ შეიძლება თქვენგან იყოს ისევ დახმარება, ან ახლობელმა ადამიანმა, ან უახლოესმა მეგობარმა რაღაც დაალაგოს მისი ემოციები და რაღაცები ურჩიოს. მაგრამ აქ ხვდები, რომ ეს ადამიანი მზად არ არის, რომ თქვენ გაგიშვათ. არანაირად არ არის მზად, რომ ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, დათმოს, აი მიუხედავად ამ სტარტისა, რაზეც ვისაუბრე და ვილაპარაკე, შემდგომ უკვე, როდესაც ეს ადამიანი დამშვიდდება, უკვე სხვანაირად დაიწყებს ფიქრს და მიხვდება, რომ ეს ურთიერთობა ჯერჯერობით კერა და ამოწურული ნამდვილად არ არის და ემოციები ისევ თქვენთან აქვს და თქვენ გიკავშირდებათ მისი, ასე ვთქვათ, გრძნობები. მოქმედებაში არის ახლა მისი მხრიდან ისევ სიყვარულზე საუბარი, ისევ ემოციებზე საუბარი. თავის აზრს ნამდვილად დააფიქსირებს, რომ თვითონ ისევ აქვს გრძნობა თქვენს მიმართ. აქ მოდის კიდევ კვერთხების ტუზი, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ეს ადამიანი
გადმოდგავს თქვენსკენ ნაბიჯს, როდესაც მას ან ვიღაც შეაგულიანებს და მარტო არ იქნება და რაღაცას თითქოს უკარნახებენ ეს ადამიანები, რომ აი თუ გიყვარს, უნდა დაფიქრდე და იბრძოლო ამ ყველაფრისთვის და რაღაც უნდა გააკეთო შენც. ან ეს მომენტი იქნება მაშინ, როდესაც შეიძლება ჰქონდეს რაღაც, თქვათ, ალკოჰოლი მიღებული ან რაღაც არაფრთხილ მდგომარეობაში გააკეთოს ეს SMS-ი თუნდაც ზარი, უფრო მეტად აქტიურობა არის და ზარი არის, ვიდრე ტექსტური შეტყობინება. ხო, ну აქ რაღაც ფაზის გადავლა არის საჭირო, იმიტომ რომ აქ არის სერიოზული დეპრესიული მდგომარეობა და აქ მე მიხარია, რომ ის მიმართავს ვინმე ისეთ ადამიანს, რომელიც ამ მდგომარეობიდან რაღაცნაირად დაიხსნის და ისევ მიახვედრებს გამოსავალი საით არის და ისევ დაგეკონტაქტებათ, აქ კონტაქტი ნამდვილად ჩანს. ან შეიძლება თქვენც ამ პერიოდში რაღაც ინიციატივა გამოიჩინოთ, ვისაც გსურთ და გინდათ და ესეთი სიტუაცია გაქვთ, ყველაზე არ მაქვს საუბარი. და შეიძლება თქვენმე გამოიყვანოთ ეს ადამიანი ამ მდგომარეობიდან და მე უცებ დამშვიდდეს და ისევ თქვენი დიალოგი გადაიზარდოს სასიყვარულო ენერგიაში. აქ ესეთი პოზიცია არის, ყველაფერი ცუდად დაიწყო, მაგრამ არც ისეთი მძიმე ფონი არის უკვე ბოლო არკანებში და პირიქით ნათელი პერიოდი გამოჩნდა, რაც ძალიან მახარებს. მე წარმატებებს გისურვებთ ყველას, წარმატებული დღეები გქონდეთ ამ პიროვნებასთან და მე დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.